ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში ბრალს უყერებენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს. ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს და ბურჭულაძის ახლო ნათესავს ვასილ მხეიძეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით საუბარია 2023 წელს ყალბის საგადასახადო დოკუმენტებით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე შესყიდვაზე, რის შედეგადაც სახელმწიფოს 1.3 მილიონზე მეტი ლარის ზიანი მიადგა. რასაც ცხადებენ უწყების დატოვების შემდეგ ადვოკატები და როგორია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, დეტალებს ჟანა აკოფაშვილი გვიყვება. ჟანა, ეთერში ხარ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ოფიციალური ბრალი უკვე წარუდგინეს. სავარაუდოდ წუთი-წუთზე დატოვებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას გიორგი ხაინდრავასა და ვლადიმერ ღუდუშაურის უფლებადამცველები და მედიასთან გააკეთებენ კომენტარს. დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან ერთ-ერთი ბრალდებულის ვასილ მხეიძის უფლებადამცველი. მას ჩვენთან ბრალთან და დანაშაულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ადვოკატმა გითხრა მხოლოდ ის, რომ ვასილ მხეიძე, რომელსაც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ახლობელი ვასილ მხეიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა წინასწარ შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 ლარზე მეტი გაიხარჯა. ბრალის წარდგენის პროცედურა, როგორც უკვე გითხარით, დასრულებულია და სავარაუდოდ პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს. ვლადიმერ ღუდუშაურს იცავ, ეხ შევდივართ ბრალის წარდგენაზე. ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს ახლა. ჯერ არ შევხვედრი ვარ, შევხვდები, გავიცნობი, გავისაუბრებ. პროცედურული ნაწილზე და ამას დაკავშირებით მოგასწრებთ შემდგომ ინფორმაციას. ოფიციალურად ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლი, მითვისება გაფლანგვის, კონკრეტულად გაფლანგვის მუხლი, დახმარება კონკრეტულად არანაირად. თუ არა მინისტრის სახელს ტენდერებში. არანაირად. მასალები ჯერ არ გადმომცემია, არ ვიცნობ ამ მასალებს, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო და არ აღიარებს. ცოტა ხნის წინ გაავრცელა გენერალურმა პროკურატურამ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი უკვე წარუდგინეს. ასევე უკვე ცნობილი არის სახელმწიფო ბრალდების პოზიციაც. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.333.728 ლარი. გამოძიება ამ საქმეზე 182 მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა აიმუქრებათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ამ საქმეზე გამოძიებას კვლავ აგრძელებს და არ არის გამორიცხული ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს. მადლობა ჟანა აკოფაშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მორიგ საგამოძიებო ექსპერიმენტში დღეს 2 ოპერატორი მონაწილეობს. ისინი გამომძიებლებისა და ექსპერტების შეკითხვებს პასუხობენ. პროკურატურის ინფორმაციით ექსპერიმენტის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულება დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება. რუსთაველის გამზირზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნანა გოგოტაძე, რომელიც დეტალებს მოგვიყვება. ნანა, გისმენთ. დედაქალაქის მთავარი გამზირი ცოტა ხნის წინ გადაკეტილი იყო და აქ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რუსთაველის 8 ნომერთან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას დღეს იღებს 2 ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელისა და აჭარის ის პირები, რომლებიც 20 ივნის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მათ ნაწილმა ერთმა ადამიანმა უკვე უპასუხა გამომძიებლებისა და ექსპერტების მიერ დასმულ შეკითხვებს და მათივე ინფორმაციით მიიღეს დაზიანებები. ერთ-ერთმა ოპერატორმა მაგალითად თვალის არეში და დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ვიცით, რომ მეოთხე კვირაა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მთავარი მიზანი არის, რომ აღდგეს ის სურათი, რომელიც 6 წლის წინ 20 ივნის მოხდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს კი პროკურატურის ინფორმაციით არის თავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დავალება. ვიცით, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა გასულ წელს და დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ აქვს შენიშვნა საპოლიციო ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაშინ, როდესაც ხდება პარლამენტზე ან სამართალდამცველებზე თავდასხმა, ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ გამოიყენოს საპოლიციო ძალები და ასევე სპეციალური საშუალებები, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს აქვს ახლა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან დაშლის ოპერაციის დაგეგმვა და რამდენად იყო შესაძლებელი ზიანის შემცირება, ვინაიდან 6 წლის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ როგორც ჟურნალისტები, ოპერატორები, სამოქალაქო აქტივისტები და ასევე სამართალდამცველები. მივიღე მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, დეტალურად აღვიდგინე ის სიტუაცია, რაც 20 ივნის მოხდა. მივიღე რამდენიმე დაზიანება, 6 თუ 7 ნატყვი არის მქონდა მოხვედრილი და გაზის ინტოქსიკაცია. კამერით ვეძებდი კადრებს, რა უნდა გადამღერო და ამ დროს უცებ ტკივილი ვიგზენი საშინელი. ტყვია მოხდა, ჯერ ცხვირში მოხდა, შემდეგ თვალში. მკურნალობას დღესაც ვაგრძელებ, ხელმძღვანელობა დაახლოებით 35%-ის ფარგლებშია შერჩენილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ 2019 წლის 21 ივნის თბილისის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აღდგენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღის გადამეტების ფაქტზე აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაზარალებულების მონაწილეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვისა და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულების მონაწილეობით და აღნიშნული მიზნად ისახავს დანაშაულის სრული სურათის აღდგენას. სტრასბურგის სასამართლოს შეკითხვების ადრესატი არის გიორგი გახარია, ვინაიდან 6 წლის წინ სწორედ ის იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს და ის გასცემდა განკარგულებას. თავად გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ეს საქმე და ხელახალი გამოძიება მთლიანად არის მოტივირებული, ამტკიცებენ პოლიტიკურად მოტივირებული და ამტკიცებენ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის აუცილებელი, რომ ხელახლა ჩატარდეს გამოძიება. მათივე შეფასებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სამართლომ დაადგინა, რომ მაშინ გამოძიება არ ჩატარდა ეფექტიანად. განსხვავებული პოზიცია აქვს მართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ გიორგი გახარია ერთხელ უკვე იმყოფებოდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პარლამენტში და 20 ივნისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი, ამის მიუხედავად კვლავ არის ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა და სწორედ ამ შეკითხვებს პასუხი ქართულმა გამოძიებამ უნდა გასცეს.
გახარიას წინააღმდეგ ეს ყველა ხედავს ამას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის მცდელობა. სტრასბურგს თავიდან გამოძიების დასწრება არ მოუთხოვია. ეს არის თქვი. სტრასბურგის გადაწყვეტილება, სტრასბურგს თქვა, ეს არის რომ გამოძიება იყო გაჭიანურებული და არაეფექტური. რა თქმა უნდა, უკმარისობის გრძნობა ამასთან დაკავშირებით ყველას დაგჭა, რომ ის გამოძიება ბოლომდე არ იყო მიყვანილი და ყველა ფაქტი და ყველა გარემოება დადგენილი არ იყო. ამის თაობაზე მიგვითითა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ეს საკითხები იყოს ბოლომდე გამოკვლეული. მე მივესალმები და სწორის არის, როგორც აღნიშნე უკვე, ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი და მისი ყველა მითითება უნდა იყოს ზედმიწევნით შესრულებული. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სასამართლო მიგვითითა. ასეთი ტიპის საკითხები ყველა თავმოყარი ქვეყანამ ბოლომდე უნდა გამოიკვლიოს და დღის სინათლეზე გამოიტანოს ყველა ის დანაშაული, თუ რომელიმე იქნა ჩადენილი ამ პერიოდის განმავლობაში. რუსთაველის 8 ნომერთან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ამ წუთებშიც პარლამენტის ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და გამომძიებლების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს ერთ-ერთი დაზარალებული ოპერატორი. ამ დროისთვის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა უკვე 18 ადამიანმა მიიღო. მადლობა რუსთაველის გამზირიდან ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. სალაპარაკო ადამიანს მოძებნებისთანაც შეიძლება ლაპარაკი ამ სიგიჟიდან რომ გამოძრე ამ სიტყვებით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას. ქართულ ოცნებაში სვამენ კითხვას, ვის გულისხმობს ხაბეიშვილი და არის თუ არა ეს აღიარება, რომ მას მართლაც ჰქონდა კონტაქტი ქართული ოცნების ყოფილ წევრებთან. ლევან ხაბეიშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ამ თემაზე დამატებითი განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ. გრიგორიჩ გასაკოჭათ ნუ გაუხდი ბიჭო ამალ საქმეს. ვინა ვასწავლებთ რა ხალხია ესენი? გადახედე ბიჭო რა ტიპები არიან. ვისთან გაქვს საქმე? ჩემზე უკეთესად ხო იცი ეს არასერიოზული ხალხია. დაგღუპეს უკვე აქამდე მიგიყვანეს და უარეს გიზამენ. ცოტა აზემოდი. სალაპარაკო ადამიანს მოძებნი ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი აი ამ სიგიჟიდან რომ გამოძრე. რაც შეეხება კობახიძე მდინარაძეს კიდე გეუბნებით. მხოლოდ ერთიანობით არანაირი ხელების ჩამოშება 4 ოქტომბერს მთელი საქართველოს უნდა შევიკრიბოთ. მანამდე მოხდება კიდე რამე სისულელეს იზამენ? 10 სექტემბერს იქნება დასამთავრებელი. უნდა გაოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ერთობით. გვახსოვს პრემიერმა დაახლოებით 1-2 კვირის წინ გააკეთა ეს განცხადება ბატონ ხაბეიშვილთან, ბატონ მელაძესთან დაკავშირებით და კიდე სხვა ადამიანები არიან, ვინც პირდაპირ ფინანსდებიან ძალიან საფუძვლიან, ასე ვთქვათ, წყაროზე დაყრდნობით, არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ფინანსდებიან ესეთი ადამიანებისგან, რომლებთან დაკავშირებითაც რაღაცა კითხვის ნიშნები შეიძლება არსებობდეს კორუფციასთან დაკავშირებით. ბატონმა ხაბეიშვილმა თავისი ნალაპარაკებით ეს პირდაპირ ყველაფერი დაადასტურა, რომ იგი ნამდვილად ფინანსდება ასეთი ტიპის ადამიანებისგან და ეს იყო პირდაპირ ლუსტრირება მისი მხრიდან. ეხლა იგი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა, თუმცა ნამდვილად არ მქონდა იმის მოლოდინი თუ ასე სწრაფად მიცემდა ეგრეთ წოდებულ აღიარების ჩვენებას. ლევან მახაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაზე და დამახინჯებულ კონტექსტზე საუბრობს. მახაშვილი განმარტავს, რომ კახა კალაძე მერობის უალტერნატივო კანდიდატია, გუნდში ერთსულოვნება და წესის მიხედვით კანდიდატს ფორმალურად პოლიტიკური საბჭო წარადგენს. ამ თემაზე სოციალურ ქსელში დაწერა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმაც. არაფრისგან ვითომ პიარი რადიკალების მხარეს წერს მამუკა მდინარაძე. ხედავთ რაღაც ორწუთიან თითთან გამოწვეული სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი სიტყვები შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით არის სრული ერთსულოვნება გუნდში, მას იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და რეალურადაც პოლიტიკურ სივრცეში მას არ ყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას და მის გადაწყვეტილებას, სადაც იგი უკვე ამჯერად ფორმალურადაც იქნება წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო? არაფრისგან ვითომ პიარი რადიკალების მხარეს. ინტერესით ხვდებიან ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან. ერთკვირიანი დაბნეულობისთვის ქართან ფლირტი გადაწყვიტეს. არა და კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ.
პოლიტიკური შეფასებების თემა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც გორბიმ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩაატარა. 22 ივნისიდან 5 ივლისამდე პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2300 პირი გამოიკითხა. გორბის კვლევის მიხედვით კითხვაზე პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან გამოკითხულთა 56,2%-მა ქართული ოცნება დაასახელა. 10,7% ძლიერი საქართველოს ლელო 10% გახარია საქართველოსთვის 9,5% კოალიციად ცვლილებისთვის 7,5 ნაციონალური მოძრაობა 3,2 გირჩი 1,8 პატრიოტთა ალიანსი. ამ თემაზე გაკეთებული პოლიტიკური შეფასებებით ანუკა ბუავა გვერდება ის პარტიების პოზიციებს გაგვაცნობს. ანუკა, გისმენთ. გორბის კვლევა, რომელშიც საუბარი არის როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობაზე და მოყვანილი არის კონკრეტული მონაცემები საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც 22 ივნისიდან 5 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საუბარი არის მათ შორის პოლიტიკურ ნაწილზე, როგორც თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ერთის მხრივ გამოკითხული მოქალაქეების 63% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება სამართლიანი და დემოკრატიული, რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, როგორც აღნიშნეთ, გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი 56%-ზე მეტი მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. შემდეგ მოდის ძლიერი საქართველო, გიორგი გახარიას პარტია, მელია გვარამიას გუნდი და შემდეგ ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიციური პარტიები ამბობენ დღეს, რომ არ ენდობიან გორბის მიერ ჩატარებულ კვლევას და იმ შედეგებს, რომელიც გასაჯაროვდა გუშინ და ისინი ამბობენ, რომ ეს ამ კვლევამ შესაძლოა გამოიწვიოს ერთგვარი დაპირისპირება ოპოზიციაში, მათ შორის ესეთი პოზიცია ჰქონდა დღეს ძლიერ საქართველოს, რომელიც ოპოზიციურ ველზე პირველ ადგილს იკავებს. შესაბამისად, ისინი დღეს მოუწოდებენ ყოფილ პარტნიორებს, ოპოზიციონერ პარტნიორებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ. ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ პარტიებზე, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ვინაიდან როგორც მიიჩნევენ ძლიერ საქართველოში, ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. გორბის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ ბოიკოტის გარეშე ეს მოცემულობა, რომელიც გორბის კვლევის შედეგებით დადგა ოპოზიციურ ველზე, იქნებოდა უცვლელი და ანალოგიური. სოციოლოგიური ორგანიზაცია გორბი, რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილს და სიყალბეს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები მათ შორის ოპოზიციურ ველზე. მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე, მოვუწოდებთ ოპოზიციურ საზოგადოებას, პროდასალურ საზოგადოებას, სწორად გავიაზროთ და უპასუხოთ იქ მტკივნეულად, სადაც ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც უარი აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე, თანხმობას რომ განაცხადებინათ, ისინი პროცენტულად რეალურად მაინც ჩვენზე უკან იქნებოდნენ. გორბმა რა კვლევების არ უნდა დადოს, არც აქამდე და არც ამის შემდეგ გორბის კვლევა ჩვენს სერიოზული კვლევა ვერ იქნება. თუ ოცნება სურს, რომ საკუთარი თვალი მოიტყუოს, შეუძლია ეს კვლევა კვირაში ერთხელ აკეთოს ხოლმე და მე თავის სლაიდებს უყუროს. ქართული ოცნებისთვის კი გორბის კვლევის შედეგები ადასტურებს იმას, რომ საზოგადოება სწორად აღიქვამს და აფასებს ქართული ოცნების პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული. მართლ პარტიაში ამბობენ, ეს კვლევა არის იმის დასტური, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების რეიტინგი, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი, განსხვავებით ოპოზიციისა, რომლის რეიტინგსაც მართველი პარტია კიდევ უფრო შემცირებულს უწოდებს ამ კვლევის შედეგების თანახმად და ამბობენ, რომ ეს გამოიწვია იმან, რომ მათ შორის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მნიშვნელოვნად დაზიანდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მართველი პარტია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ბოიკოტი უკვე საზოგადოებაში არაპოპულარული და არაფრის მომცემი გახდა. შესაბამისად, მათი რეიტინგი არის სამართლიანი. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მზარდი არის და მნიშვნელოვანი ცვლილება არის ეს შედეგები, რომელიც გორბის კვლევის შედეგად გამოვლინდა. ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, იცით თქვენ რომ 56%-ზე მეტია, რატომ? იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უწყიან, რომ დიახ, იმ გამოწვევების ფონზე, იმ პოლიტიკას, რასაც ქართული ოცნება ატარებს, ეს არის მშვიდობის პოლიტიკა, ეს არის
ქვეყნის განვითარებაზე აქცენტირებული პოლიტიკა, ეკონომიკის განვითარებაზე აქცენტირებული პოლიტიკა, შესაბამისად არანაირი შანტაჟი მუქარა, რომელიც მოდის გარკვეული ბიუროკრატიისგან, ევროპის თუ სხვა ქვეყნების ჩვენ ვერ შეგვაშინებს. ხოლო დარჩენი ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რაც კონდათ რა, ისიც დაკლებული აქვთ. 10% ერთს, 10% მეორე ლელოს და ხაბეს პარტია კიდე აგერ 7%-მდე დავიდა. რატო? იმიტომ რომ როდესაც ხარ უსამშობლოთა ხარდამჭერი. როდესაც ხარ მომლოდინერო დირექტივებს მიიღო უცხო ქვეყნის დაკვეთას როცა ასრულებ, როცა ცალფეხზე დგახარ და არ გაინტერესებს შენი მოქალაქეების აზრი, არ ხვდები მათ, არც ის გაინტერესებს რომ ქართული შენი ისტორია, კულტურა რო დაიცვა და ბოლომდე გაიტანდა იამაყვამით, ამას როცა არ აკეთებ, ბუნებრივია ხარდაჭერაც საზოგადოებაში ადეკვატური გექნება. ქართული ხალხი დარწმუნდა, რომ მშვიდობის პირობებში და სწორი გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კეთილდღეობა აუცილებლად გაიზრდება. მუდმივი ბოიკოტის რეჟიმი და მუდმივი რეჟიმი იმისა, რომ მე არაფერში მონაწილეობას არ მივიღებ, რა თქმა უნდა, არაპოპულარული ხდება დღითიდღე. იმიტომ რომ პირველ რიგში არაფერი შედეგის მომტანი არ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. და მეორე, როდესაც პოლიტიკური პარტია არ არის იმისათვის მზად, თუნდაც ოპონირება გაუწიოს ლეგიტიმურ ორგანოებში ხელისუფლებას, მიაწოდოს თავის მოსაზრებები, შეიტანოს წინადადებები გასაუმჯობესებლად. წინა საარჩევნო კამპანიასაც კი არ აწარმოებენ სრულყოფილად და არ მიდიან მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო. იმ პარტიებმა, რომელებმაც უფრო მეტი წინდახედულება გამოიჩინეს, ან გამოაჩენინეს ეს წინდახედულება და თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ანუ შევიდეთ იმ ურთიერთობებში, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, უფრო წარმატებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობის თვალში. ამას გასაკვირი არაფერი არ არის. გორბიმ კვლევა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით 22 ივნისიდან 5 ივლისის პერიოდში ჩაატარა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით კი გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 2300 მოქალაქე. რაც შეეხება თავად მიმართულებებს, როგორც გითხარით, აქ საუბარია როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ მიმართულებებზე და მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობაზე. მადლობა ანდუკა ბუავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გორბის კვლევა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების შედეგის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მისი შეფასებით ქართული ხალხის პასუხია მათთვის, ვინც გარე ძალების ინტერესებს ეროვნულზე მაღლა აყენებს. მისივე შეფასებით მოქალაქეების 62%-იანი ნდობა პარლამენტის მიმართ კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს საარჩევნო დაკვეთას. ქართული ოცნების მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ამორჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56.2% კი მხარს ქართულ ოცნებას უჭერს. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს, უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს, სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს, ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს, ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა. ამერიკამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ. მოლაპარაკება შედგა დოკუმენტის მიხედვით შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს შეერთებული შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს შეერთებულ შტატებში. ჩემი აზრით ეს ყველასთვის კარგი შეთანხმებაა. სავარაუდოდ ესაა ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც კი ოდესმე სავაჭრო თუ არასავაჭრო სფეროში გაფორმებულა. ევროკავშირი დათანხმდა შეიძინოს შეერთებული შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგეტიკული რესურსი. ასევე დათანხმდნენ, რომ დამატებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ. უკვე არსებული ინვესტიციების გარდა დათანხმდნენ შეიძინონ უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით.
15% ცუდი ციფრი არ არის, ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. ეს ყველაფერზე ვრცელდება, ასევე შევთანხმდით, რომ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებზე ნულოვანი ტარიფი იქნება. ესენია თვითმფრინავები და მათი ნაწილები, ზოგიერთი ქიმიკატი, ნახევარგამტარული აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტი, ბუნებრივი რესურსები და კრიტიკული ნედლეული. ამ სიას კიდევ დავამატებთ სხვა პროდუქტებსაც. შეთანხმებას ევროპელი ქვეყნების ნაწილი და პოლიტიკოსები მწვავედ აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, დოკუმენტი ევროპისთვის და მისი ეკონომიკისთვის კაბალურია. ოფიციალური პარიზის პოზიცია გავრცელა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. ფრანსუა ბაირუ წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა და თავისუფალი ალიანსი შტატებს დაემორჩილა. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეთანხმება სკანდალურია, კატასტროფული. ამერიკის მხრიდან არ არის არც ერთი დათმობა. მოლაპარაკებები ძალიან სუსტად წარიმართა. ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დონალდ ტრამპთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება წარმოადგენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ ფიასკოს. სავაჭრო საკითხებში სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ აქვს. ის იკარგება ამ შემთხვევაში კი სულ არ არსებობს ბრიუსელის ბიუროკრატიის სიმძიმის ქვეშ. კომისია დათანხმდა ასიმეტრიულ პირობებს, რომელთაც საფრანგეთი თუ ის პატრიოტული ხელისუფლებით იმართებოდა, არასდროს მიიღებდა. ყოველწლიურად ასეულობით მილიარდი ევროს ღირებულების გაზისა და შეიარაღების იმპორტი ამერიკიდან სავალდებულო ხდება. ეს ფრანგული ინდუსტრიის, ისევე როგორც ჩვენი ენერგეტიკული და სამხედრო სუვერენიტეტის ღია კაპიტულაცია და ბოლოს მორალური ფიასკო. კიდევ ერთხელ შეეწირნენ ფრანგი ფერმერები გერმანული ინდუსტრიების სამსხვერპლოზე. პუნქტებით გვაიძულებენ კიდევ უფრო გავხსნათ ერთიანი ბაზარი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის გერმანული ავტომობილების ექსპორტზე დაბალი გადასახადების სანაცვლოდ. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ეს არ არის შეთანხმება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ გაუფორმებია შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაიენთან. უფრო სწორად, დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენის საუზმეზე მიირთვა. როგორც წინასწარ ვარაუდობდი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მძიმეწონიანი მომლაპარაკებელია. კომისიის პრეზიდენტი კი პირიქით მსუბუქწონიანია. უფრო მეტიც, ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია გაცილებით დამაჯერებელია, კომისიის პრეზიდენტის კი ყოველთვის უფრო მყიფე. შტატებში მიმდინარე სკანდალურ გამოძიებაზე ტულსი გაბარდის შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი საუბრობს. Fox News-თან ინტერვიუში ჯონ რედკლიფმა ისაუბრა ინფორმაციაზე, რომელიც მისი თქმით ადასტურებს, რომ ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო კამპანიის გეგმა იყო ტრამპისთვის ბრალი დაედოთ რუსეთთან სრულ თანამშრომლობაში, რისთვისაც მაკომპრომეტირებელი მასალები უნდა გამოეყენებინათ. მისივე თქმით, ახლა შესაძლოა ზოგიერთი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 2016 წელს ზაფხულში ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ ჩაიწერა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლების საუბარი, რომლებიც ჰილარი კლინტონის გეგმაზე საუბრობდნენ. გეგმაზე, რომელიც დონალდ ტრამპს რუსეთთან შეთქმულების სრულ ბრალდებას უყენებდა. მისი დისკრედიტაციის მიზნით, მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერში გულმოდგინე ძებნის შემდეგ აღმოვაჩინეს ჯონ ბრენანის ხელნაწერები, რამაც ცხადყო თუ რა მოხდა სინამდვილეში. ამ 4 წლის განმავლობაში ამერიკელ ხალხს დაუმალეს სიმართლე რუსული შეთქმულების მითის წარმოშობის შესახებ. ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ კიდევ 4 წელი გაგრძელდა სიმართლის დამალვა. იყო გეგმა და ჰილარი კლინტონმა ის პირადად დაამტკიცა. პროცესი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულებისთვის და პრევენციისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ იგივე. ტელეგრამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო კიევში. ოკუპანტებმა დედაქალაქს დრონები დაარტყეს. დარნიცკის რაიონში დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებების შედეგად დაზიანებულია კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შეტევები იყო დნიპროპეტროვსკისა და კიროვოჰრადის ოლქებზეც. საბრძოლო მოქმედებები არ წყდება არც ახლო აღმოსავლეთში. ახალი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. იერიშებს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული კატასტროფაა. მედია წერს, რომ შიმშილით კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა. იორდანიამ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთი საჰაერო ბურთის საშუალებით შეიტანეს. ისრაელმა ქვეყნებს ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების ნებართვა შაბათს მისცა. გარკვეულ ტერიტორიებზე 10 საათიანი ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული პაუზა იმოქმედებს. 30-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა გერმანიაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის დროს. დაღუპულია 3 პირი. შტუტგარტთან მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. მიზეზებს გამოძიება სწავლობს. დაღუპულთა ოჯახებს კანცლერმა მიუსამძიმრა.
რუმინეთში ქალაქ ბროშტენში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დასჯავებულებიც. ევაკუირებულია 1000-მდე მოქალაქე, განადგურდა კერძო სახლები და მეურნეობები. ღვარცოფულმა ნაკადმა დააზიანა ხიდები და საქალაქთა შორისო მაგისტრალები. მდინარე ბასტრიცაში წყლის დონე 9 მეტრით არის მომატებული. კიდევ ერთი დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე. 16 პირი აიყვანა პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციის მცდელობის, ხელშეწყობის, კულტივირებისა და მოხმარების ფაქტებზე. ამღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის მეტამფეტამინი, კოკაინი, ბუპრედორფინი, მეთადონი და ალფა-პვპ. ჩხრიკები ჩატარდა დაკავებულების სახლებსა და სპეციალურად მოწყობილ სათბურებში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პოლიციამ ნარკოტიკის საკონტროლოდ შეისყიდა და ფაქტი ფარულად ჩაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დაადგინდა, რომ დაკავებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობისა და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, პრეგაბალინი, ალფა-პვპ, მორფინის ფუძე, კოდეინის ფუძე, ფენტალინი, გამომშრალი მარიხუანა. 8 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 6 პირს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბათუმში პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. გეკა გევალძემ დანაშაულთა ბრძოლის და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მათ შორის საუბარი შეხვედრა ნაბიჯებს, რასაც უწყება უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად დგამს. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული რესურსით არიან მობილიზებულები. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს. ეს პოზიცია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძემ დაიკავა. ახალი პროკურორის წევრის არჩევა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით მოხდა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საბჭოს როლსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საპროკურორო საბჭოს 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით პროკურორთა კონფერენცია ირჩევს. პროკურორთა და გაუმჯობელთა კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება და საპროკურორო საბჭოს წევრად არჩეული იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძე, რომელსაც აქვს პროკურატურაში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის 18 წელზე მეტია რაც მუშაობს პროკურატურაში. ვილოცავ მას ამ გამარჯვებას, ვილოცავ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება კონსტიტუციურ ორგანოში. პროკურორთა კონფერენციაზე წარმოდგენილი 3 კანდიდატიდან უმრავლესობამ ხმა მისცა თეიმურაზ ლომთაძეს. თეიმურაზ ლომთაძე გახლავთ კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და ღირსეული კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ თეიმურაზ ლომთაძე საპროკურორო საბჭოში მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებაში, პროკურატურის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამ პოზიციაზე არჩევა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა არის და მაქსიმალურად შევეცდები ჩემი საქმიანობა წავმართო იმგვარად, რომ იყოს თითოეული პროკურორისა და გამომძიებლის წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში. უყურებთ კურიერ 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. კონტროლდება სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობები, ვადები და სხვა პარამეტრები. პარალელურად სააგენტო ბიზნეს ოპერატორებს მოთხოვნებს აცნობს. უწყების ცნობით კვების ობიექტებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მიუხედავად ამისა კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა.
ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რუსეთის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა ტიპის ობიექტებში. ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში ხდება სახელმწიფო კონტროლი, ინტენსიურად არამედ მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის მაღალმთიან აჭარაშიც და მოსახლეობას მოუწოდებ, რადგან ტემპერატურა მაღალია, მოსახლეობის სიმჭიდროვე გაზრდილია, დაითვალა ჰიგიენური წესები. საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ. მასტერ სომელიები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრდნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ. დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები. დეგუსტაცია თბილისშიც გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის მიერ ერთობლივად დაიგეგმა და განხორციელდა ქართული ღვინის ტური ამერიკელი მასტერ სომელიეებისთვის, რომლებიც ეწვივნენ ქართული ღვინის მწარმოებელ როგორც მცირე, ისე მსხვილ კომპანიებს კახეთის რეგიონში და დააგემოვნეს მათი ღვინო. ახაშენში ფაფრის მინდვრებზე ვუმასპინძლეთ ამერიკელ სომელიებს. ავასინჯეთ რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის ღვინო. ყოველთვის საინტერესო არის მიიღო სტუმრები ამერიკიდან, ვინც გაზრდის კონკრეტულად ჩვენი ბრენდის და ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობას ამერიკის ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა იქნება სასარგებლო იმისთვის, რომ ქართული ღვინო უფრო მეტად გაიყიდოს. რუსთავში ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე გაიხსნა. პრეზენტაცია რუსთავის მერმა წარადგინა. სივრცე აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის მუნიციპალური სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია, სმარტ ქალაქი, საგანმანათლებლო ცენტრი და საერთო სამუშაო ზონები. ახალგაზრდების ძირითად ნაკადს აქ სექტემბრიდან მიიღებენ, აგვისტოში კი ხელოვნური ინტელექტის ტრეინინგ კურსები ჩატარდება. მთავარი მიზანი სწორედ ამ კონცეფციის და შენობის არის ის, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით მივცეთ ისეთი პროფესია და ხელი შეუწყოთ მათ განათლებას, რომელიც არის მაღალანაზღაურებადი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მუნიციპალური სერვისების თანამედროვე კუთხით დანახვა. რუსთავში მუნიციპალური რეფორმების პროგრამის ფარგლებში გავხსენეთ კიდევ ერთი ახალი სივრცე. აქ იქნება წარმოდგენილი როგორც საგანმანათლებლო კურსები ინფორმაციული განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმუშავებს მუნიციპალური ის ჯგუფი, რომელიც ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ქალაქის Smart City-ს კონცეფციაზე იმუშავებს. მე მინდა მივულოცო რუსთავს ახალი სივრცის გახსნა, რომელიც იქნება ახალგაზრდებისათვის თანამედროვე უნარების, ჩვევების, დაუფლების და განათლების მიმართულებით, ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ჰაბი. საქართველოში მე-16 საუკუნის მოოქრული ტრიპტიკი დაბრუნდა, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის ბერნარდინო პინტურიკოს სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ტრიპტიკი სხვა ნივთებთან ერთად საქართველოდან გაიტანეს და ეს ევროპელმა კოლექციონერმა შეიძინა. საგანძურის სამშობლოში დაბრუნება კულტურის მინისტრის ინიციატივით მოხდა, ის უწყების მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში შეიძინა. საამაყოა ის ფაქტი, რომ მოახერხეთ ხელოვნების სასახლესთან ერთად და უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე ნამუშევარი დავაბრუნეთ საქართველოს საგანძურში და დღეს კიდევ ერთ-ერთი ესეთი აღორძინების ხანის ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც ბიბლიურ თემაზეა შექმნილი, რომელიც ანდრია დადიანის კოლექციებში ინახებოდა და გასაბჭოების მერე 1921 წლის მერე იქნა გატანილი საქართველოდან და უბრუნდა თავის ესე ვთქვათ ადგილ სამყოფელს. ეს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივა, რომ ეს უნიკალური საგანძური სამშობლოში დაბრუნებულიყო და ჩვენ დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება ბრიტანულ მხარესთან იმისათვის, რომ ეს უნიკალური ნივთი, რომელიც იყო ქართული კოლექციის ნაწილი და ადასტურებდა იმას, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში არაერთი რენესანსის ხანის ნიმუში იყო წარმოდგენილი პირად კოლექციებში, დაბრუნებულიყო სამშობლოში. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებად 6-მდე.